როდესაც რაიმეზე ნერვიულობ და ნეგატიური ემოციური ფონი დიდხანს გრძელდება, შენი ფოკუსი არის მიმართული ნეგატივზე და დიდი რაოდენობით მიაქვს შენი ენერგია, ფიქრები, ემოციები, ყურადღება და ამით კიდევ უფრო აძლიერებ და ახანგრძლივებ მას დროში. სადაც არის შენი ფოკუსი, იქ მიედინება შენი ენერგია. და მხოლოდ ენერგია კი არა, შენი დრო და სასიცოცხლო რესურსებიც. ტვინი ვერ ხედავს გამოსავალს, თითქოს სიბნელეში ხელების ცეცებით ეძებ კარს. აი რა შეგიძლია გააკეთო ასეთ დროს. დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები. რას მასწავლის ეს სიტუაცია? როგორ გადავიტანო ჩემი ფოკუსი პოზიტივზე, რომ დავინახო გამოსავალი? თუ კარგი კონტაქტი გაქვს შენს შინაგანმესთან, მაშინ პასუხს მაშინვე მიიღებ. ან ცოტა მოგვიანებით, მაგრამ პასუხი მაინც აუცილებლად მოვა. ეს შეიძლება იყოს ფილმის მეშვეობით, ადამიანებისგან გაიგო რამე, ან თუნდაც მუსიკა მოусმინო და ტექსტში აღმოაჩინო შენი პასუხი. თუმცა თუ გინდა ამ მდგომარეობიდან სწრაფად გამოსვლა, მაშინ ჩაეწერე კონსულტაციაზე და იგრძენი დადებითი ცვლილება უკვე პირველსავე სესიაზე. ამისათვის უბრალოდ მომწერე პირადში კონსულტაცია და მიიღე დამატებითი ინფორმაცია. გისურვებ გააზრებული ნაბიჯების გადადგმას და წინსვლას.